მან ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმა მეუღებით აყოლათურსანისა და ღვთისა ჩვენი საფრიშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს ყოფილისა ჯვარისათა მეუღებითა წმინდათა ზეცისა უხურცოთა ძალთა წმინდათა დიდებულთა და ყოლათქებულთა მოციქულთა ღირსთა და ღმერთ შემოსულთა მამათა ჩვენთა წმინდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე უფროპირისა კონსტანტინე პოლელი მთავარ ეპისკოპოსისათა წმინდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმ და ანასითა და წმინდისა მართლისა ლაზარესი 4 დღე საფლავად მდებარისა და აქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა რომელთაც ახსენებას აღვასრულებ ჩვენ დღეს და ყოველთა წმინდათა შეგვიწვალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და გასწმოყარე ამინ უფალო შეგვიწვალენ უფალო შეგვიწვალენ უფალო შეგვიწვალენ სახელითა მამისათა დაძისათა დაწმიდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთს ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ და ჩვენი ქვეყანა საქართველო ამინ დღევანდელ დღეს ლაზარეს აღდგინებას იხსენებს მკვდრეთით აღდგინებას იხსენებს ჩვენი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია და ეს დღესასწაული გახლავთ როგორც პროპარში არის გაჟღერებული გესმოდათ ალბათ თქვენ რომ ყოველთა მკვდრეთით აღდგომასა მოასწავებდიო როდესაც ლაზარე მკვდრეთით აღადგინე ქრისტე ღმერთო ესეთი შინაარსი გახლავთ თვითონ ტროპარისა ანუ სავედრებელი ლოცვისა ანუ მკვდრეთით აღდგომის წინა მოსწავება იყო ესა რომ იქნება საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა და ადამიანები დაუბრუნდებიან ესე იგი მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ახლა ჩვენთვის შეიძლება წარმოუდგენელი იყოს ესეთი რამ როგორ შეიძლება რომ ესე იგი მიცვალებული გაცოცხლდეს მაგრამ არის რაღაცა შინაგანი რწმენა იმისა რომ კი არ ქრება ადამიანი რაღაცა მაინც არსებობს რომელიც განაგრძობს სიცოცხლეს და ეს ჩვენში შინაგანთან რაღაცა შეიძლება ამ კითხვებზე ყველაფერზე პასუხი არ გვაქვს მათ შორის მორწმუნ ადამიანებზე კი არა მორწმუნე ადამიანებზე ვლაპარაკობ ისევე როგორც დღევანდელ სახარებაში იყო სწორედ ასეთი რამ მოთხრობილი რომ მართა მისი და ლაზარეს და როდესაც ელაპარაკება მაცხოვარს ეუბნება რომ შენ რომ აქ ყოფილიყავი არ მოკვდებოდა და ესეუბნება რომ და რაც არ უნდა სთხოვო ღმერთო ყველაფერს შეგისრულებსო და ეუბნება რომ მე ვარ აღდგომა და ცხოვრება და შენო გჯერადა გწამსო რომ მე შემიძლია და კი მჯერადა მწამსო აი ამ წამს ხო ეუბნება რომ მჯერადა მწამს რომ შენ ეს ყველაფერი შეგიძლია რომ მკვდრეთით აღადგინო ის მაგრამ როგორც კი საფლავთან მივლენ და ამბობს რომ ლოდი მოხსენითო მაშინვე მივარდება და ეუბნება რა უნდა მოხსნაო 4 დღეა დადებულია უკვე ყარს ალბათო და როგორ შეიძლება საფლავის ლოდის მოხსნაო ეს გახლავთ ჩვენი მერყეობა რაღაც ესეთი ამპლიტუდა გვაქვს ადამიანებს ესე იგი უკიდურესი მემარცხენეობა უკიდურესი ამ წუთში ვეუბნები რომ წამს და მჯერა და რა თქმა უნდა აბა რა შენ ყველაფერი შეგიძლია მაგრამ მეორე წუთში ამბობ რომ არა ბატონო გრასამო 4 დღეა უკვე აგერ საფლავში დავდეთ და მოკვდა ჩემი თვალით მაქვს ნანახი რომ მოკვდა და ის სარწმუნოება სად გაქრა წეღან რომ ამბობდი რომ ჯერა და მწამს ამ ყველაფრისა ამიტომაც ესეთი რამ ჩვენში ყოველთვის არის და ხშირად შეიძლება წარმოუდგენელიც კი იყოს რომ როგორ შეიძლება რომ ესე იგი ამ გარდაცვლილში სული კვლავ დაბრუნდეს როგორ შეიძლება რომ გამქრალია გახწნილია აბსოლუტურად დაშლილი ადამიანის სხეული მისგან შეიძლება ძვალიც კი აღარ არის დარჩენილი მაგრამ კვლავ ამ სხეულით აღადგენს ღმერთი ამას ყოველივეს თანამედროვულად შემოდის შენში შეიძლება რწმენა რომ როგორ ღმერთს ხომ ყველაფერი შეუძლია ამას როგორ ვერ გააკეთებს მაგრამ მეორე წუთში ერთვება შენი ადამიანური რაღაცა ლოგიკური მსჯელობა რომ ამ გააღწნილს და გაბნეულ თქვათ ხორცს ამ შემთხვევაში როგორ შემოკრებს კვლავ ღმერთი ერთად და ამიტომაც დღევანდელი დღესასწაული დღევანდელი წაკითხული სახარება ჩვენ უნდა გვაფიქრებდეს იმ ზეციურზე უნდა ვაფიქრებდეს იმ ზეციურ ძალაზე, რომელიც შეიძლება ღმერთმა გამოიყენოს ამ საქმეში და არანაირი ადამიანურ ლოგიკას ეს არ უნდა დაუქვემდებარო. არანაირად არ უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ ამაზე, ისე როგორც შეგვიძლია ჩვენ რაღაცა საქმის კეთება, ჩვენ რაღაცის გაკეთება ან გაფუჭება ამ შემთხვევაში. არამედ ეს უნდა მივანდოთ აბსოლუტურად საფრთხო განგებულებას.
ნამდვილად ვიცით რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა. ნამდვილად ვიცით რომ ლაზარე აღდგა მკვდრეთით და საიდან ვიცით? იცით რომ მაშინდელი იერუსალიმი და მისი გარემო ეს იყო საზოგადოება, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობდა. აბსოლუტურად ყველა ერთმანეთს იცნობდა. ეს არ იყო რაღაცა ეხლა მილიონობიანი ქალაქი რო არის, თქვა რაღაცა მეგაპოლისები რო არის, რომ ერთმანეთს იცნობენ, კი არა, ერთ სადარბაზოში მყოფი ადამიანები შეიძლება ერთმანეთს არ იცნობდნენ. ეს იყო ისეთი დასახლება, ისეთი სოფლები და ქალაქები, სადაც ყველას იცნობდა და ყველა ერთმანეთთან ნათესაობდა. ამიტომაც შეუძლებელი იყო ის, რომ ეს თუნდაც მოენდომებინათ და გაეთამაშებინათ მსგავსი სცენა, ესეთი რამ არ დაიმალებოდა არავითარ შემთხვევაში და აუცილებლად ვიღაცა იტყოდა, რომ ესე არ მომხდარა. ამ ხალხს მაცხოვარი შემთხვევით კი არ აყოვნებს, როცა იტყვის, რომ ლაზარე ცუდა და იმის მერე 2 დღე კიდე იქ გაჩერდება. მაშინვე კი არ გარბის, რომ ჩავიდეს და ჩაუსწროს ახალგაზრდასწვრივ ლაზარეს. 2 დღე იქ გაჩერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საზოგადოებას საშუალებას აძლევს იმისა, რომ დარწმუნდეს, რომ ლაზარე ნამდვილად გარდაიცვალა. ასე რომ არ მოხდეს, ვიღაცა კუც გამოამბავს და იტყვის, რომ იცით რა, აი ლაზარემ შეიძლება თავი მოიკვდარონა და მე ამან თქვა და 1000 ეშმაკის ხრიკები, 1000 რაღაცა უბედურებას დააჯერებს ადამიანს. ამიტომაც, როდესაც ამბობს, რომ ჩემი მეგობარი, ესე იგი ლაზარე ცუდად არის, იმის მერე 2 დღე კიდე რჩება, იმიტომ რომ ადამიანები, ვინც აპატიოსნებდნენ, ანუ მიცვალებულის დამუშავებას, ესე იგი რაღაცა ნელსურნელებებით, ვინც ახდენდნენ, ისინი უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს ნამდვილად გარდაცვლილია, ცოცხალ ადამიანს ხო ვერ დაამუშავებდნენ, ცოცხალ ადამიანს აკლდამაში ხო ვერ დადებდნენ. შესაბამისად, ისიც, როდესაც ამბობს მაცხოვარი, რომ აიღეთ ეს ლოდი, ამასაც იმიტომ ამბობს, რომ ადამიანები რაღაცასთან შემხებლობაში თუ არ არიან, ნაკლებად სჯერათ ამ ამბის. აი რაღაცას თუ არ შეეხო, ისე ვერ იტყვის, რაღაცა თუ არ გასინჯა, ისე ვერ მოგიღა, აი არ დაგიჯერებს, შენ რომ უთხრა შეიძლება ვერ, აი როგორ დაგიჯერებს, იცი წეგარაზე როგორც ვილაპარაკე სარწმუნოებაზე, რომ კი, როგორ არ მჯერა, შენ შეგიძლია, თუმცა კი იმ წამსვე მივარდები და რას ამბობ? როგორ უნდა აიღო ლოდი ყავს? ამიტომაც ეს მდგომარეობა რომ არ იყოს, მაცხოვარი ყველანაირი ეჭვის საბაბს ანადგურებს. ჩამოდის მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ლაზარე მკვდარია. და ეუბნება მათ, რომ მოაშორ, როგორ მკვდრის გაცოცხლება თუ შეუძლია, ლოდის მოშორება არ შეუძლია, მაგრამ არა, ადამიანებმა თვითონ უნდა შეეხონ ამას, ადამიანებმა თვითონ უნდა რაღაცნაირად განიცადონ ეს ყველაფერი, ეს ძიმე ლოდი ეხლა უნდა აიღონ და მოაშორონ აქაურობას და ნამდვილად უნდა დარწმუნდნენ, რომ იქიდან მართლაც არასასიამოვნო სუნი გამოდის, იმიტომ რომ იქ ისეთი კლიმატური პირობებია, რომ ძალიან მალე იმ დღესვე რატო გრძალავენ მიცვალებულს, იმიტომ რომ ხრწნას იწყებს იმ დღესვე. ნუ ახლა უკვე დღევანდელ დღეს რა თქმა უნდა მაცივრების და ყინულების საშუალებაა, მაგრამ მაშინ ხომ ესე არ იყო. ამიტომაც ეს გახლავთ, რომ ყველანაირი საშუალება მოუსპო ეჭვისა, მაგრამ ამავდროულად ხო გეუბნებით საზოგადოებაში ეს ეჭვი პატარა მცირეოდენი დოზითაც რომ ყოფილიყო, აუცილებლად ილაპარაკებდნენ ამაზე და ამიტომაც სახარებაში და არც ერთ ისტორიულ ციკლში, რომელიც იმ პერიოდის ისტორიას რაღაცას მოგვიყვება, არავის ეჭვი არ შეაქვს იმაში, რომ 4 დღის მკვდარი ლაზარე გააცოცხლა მაცხოვარი. ამიტომაც ეს გახლავთ ჩვენი რწმენის საფუძველი. ეს გახლავთ ნამდვილად ჭეშმარიტად აღდგომის წინა მომასწავებელი, რომ ყოველი ადამიანი აღდგება. ეხლა უნდა მოგიყვეთ ისტორია ამ ტაძრისა, როგორ მოხდა, რომ ჩვენი ეს ტაძარი ამ ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის არის და აი იმ შემხებლობასთან ვამბობ, რომ ვისაც ესეთი ახლო შეხება აქონიათ ჩვენს პატრიარქთან, ეხლა მოგიყვებით მის შესახებ, როგორი ადამიანი იყო და როგორი სარწმუნოება ჰქონდა მას. მე რომ რაღაცა ფიქრი მოვიდა, რომ აქ ვთქვათ, კიდე იყო ერთი ტაძრის მშენებლობა, საჭირო რომ იქ მოგეხსენებათ მუდმივად გამოდმებული რაღაცა გასვენებები და პანაშვიდებია და რაღაცა გჭირდებოდა ასეთი მეორე ფართი. სამლოცველო, ტაძარი, ჩამოყალიბებული არ ვიყავი რა უნდა ყოფილიყო ეს სამლოცველო, უბრალოდ თუ ტაძრად უნდა გვეკურთხებინა. მაშინ საპატრიარქოში მუშაობდი და უწმინდესთან ერთად სადილად დავსხედით და ამ სადილზე ვუთხარი, რომ თქვენ უწმინდესობა მეთქი ესეთი ფიქრი მაქვს, რომ იქ ტაძარი უნდა აშენდეს და მიზეზიც ვუთხარი, რატომ უნდა აშენდეს, იმიტომ რომ ხა ერთი ტაძარი რო არის, მეორეს არსებობის რაღაცა დასაბუთება არის საჭირო და შეიძლება მეთქი, რომ თუ თქვენგან კურთხევა გვექნება, დავიწყებთ მეთქი პროექტზე ფიქრს.
დაფიქრდა პატრიარქს არ უყვარდა რაღაცა ჩქარი პასუხის მოცემა, დაფიქრდა და მითხრა რომ კიო, არ არის ცუდი აზრიო და შეიძლება რომ მააშენო. ეხლა ვფიქრობ რომ ბარემ იმასაც ვკითხავ რომ ვის სახელზე უნდა იყოს და ჩემს თავში მოდის 1000 აზრი რომ ალბათ მეტყვის ყოველთა წმინდა თასი, იმიტომ რომ ხო სასაფლაოა და სხვადასხვა სახელების არის ეს ხალხი და რომ ყველა წმინდანი რაღაცა მფარველად ყავდეს, იმიტომ რომ რაღაცა გიორგია შეიძლება და რაღაცა დავითი და აქ ამ ტაძარში თუ ყველა წმინდას მოხსენება იქნება რაღაც ესე. ესეთი ფიქრი მაქვს ეხლა ჩემს ან ამას მეტყვის, ან რაღაცა ქართველ წმინდანებზე, ან აი 1000 ვერსია განვიხილე გარდა იმისა, რაც არის ეხლა დღეს ეს ტაძარი და რომ ვკითხეს რომ ვისი სახელის უნდა, ვისი სახელობის უნდა იყოს. არ მიპასუხა არაფერი. ეხლა მთლად ესეთი თავხედიც არ ვარ რომ იმეძალებინა გინდა თუ არა მითხარი მეთქი და მე ყო ცოტა ზრდილობა და გაჩუმებული ვარ და ეს სადილი გაგრძელდა, იმიტომ რომ მე ვიღაც სტუმარი მოვიდა, მე რაღაც საინფორმაციო საშუალებას როცა სადილობდა ხოლმე ინფორმაციის ყურება უყვარდა, ეს ინფორმაცია ჩავრთეთ რაღაცებს მოусმინა და რო არ მოგატყოთ ალბათ 1.5 საათზე მეტი გაგრძელდა. სადილს კი მოურჩით, მაგრამ კვლავ ესე ვსხედვართ ამ სუფრასთან და მე ვიფიქრე ასეთი რამ რომ რახან ტაძარზე კურთხევა მივიღე, ეხლა პროექტზე დავიწყო და რახან არ მიპასუხა, მე პროექტს რო წარმოვდგენ, მე ვკითხავ რომ ისი სახელობის უნდა იყოს. ასეთია ჩემი ფიქრი ეხლა რომ ახლა არ მიპასუხა და ხო არ დავაძალებ კაც და წამოვდექით და მითხრა რომ სამადლობელი ლოცვა თქვიო სადილის შემდგომ, თქვი ეს სამადლობელი ლოცვა და მომიტრიალდა და ესე გადამსახა ჯვარი და მეუნება. ეს ტაძარი უნდა იყოს ლაზარის აღდგინების სახელობის. იმიტომ რომ ეს იქნება დიდი ნუგეში იქ ყოფი ჭირისუფალისთვის. იმიტომ რომ ეს არის აღდგომის ესე იგი სიმბოლო ლაზარის აღდგინება და რაღაცა ესეთი პასუხი მომცე. ეს პასუხი რა თქმა უნდა ლოცვის შედეგი იყო ეს პასუხი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ იქ სტუმარი მოვიდა თუ საინფორმაციოს უყურებდა, მან ეს პასუხი ესე რაღაც პირველივე თავში რაც მოვიდა ილოცა და ამ ლოცვის შედეგად მან მიიღო ეს პასუხი, რომელიც მე გადმომცა. აი ესეთია ცოცხალი სარწმუნოება. და არაცოცხალი სარწმუნოება ესეთია რომ ვამბობ კი წამს, მაგრამ როგორც კი მეტყვიან მოხსენი ლოდი ვეუბნები არა კაცო რა უნდა მოხსნა ყარს. როგორც კი დადგება საკითხი და ვამბობ რომ ვარ ასეთი მორწმუნე, აი საქმით მე გამოვაჩინე რომ საერთოდ არ ვარ ასეთი მორწმუნე, იმიტომ რომ იქვე წინააღმდეგობაში მომდივარ საკუთარ ნათქვამთანაც კი, აი 5 წუთის წინ რომ რაღაც ვთქვი, იმასთან მომდივარ წინააღმდეგობაში და ამის ცოცხალი მაგალითი გვყავდა ჩვენი პატრიარქი, რომელიც არაფერს ისე არ გააკეთებდა და არ გადადგამდა აი ამ ნაბის. მე ვარ ამ კუთხით ბედნიერი კაცი, რომ ბევრჯერ მინახავს მსგავსი სიტუაციები, რომ ეს არ შეეთანხმებინა მას წმინდა წერილთან, წმინდა გარდამოცემასთან, წმინდა მოციქულთა კანონებთან თუ სხვადასხვა საეკლესიო ტრადიციასთან და საკუთარ სინდისთან. ამიტომაც შორს არ გვყავს საძებნელი მაგალითი, შორს არ გვყავს რაღაცა საუკუნეების იქეთ არ გვაქვს გასახედი რომ ნეტა იქ რა ხდებოდა და როგორ იზავდნენ და რას იზავდნენ, აი აქ ჩვენს თვალწინ იყო ცხოვრობდა და არსებობდა ესეთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო ასეთი ცხოვრება და თუ მან შეეძლო ეს ისეთ ძნელბედობის ჟამს, როცა დაიბადა და როცა სასულიერო მოღვაწეობა შეუდგა, თუ რა დევნულება იყო, ახლა შეიძლება აქ არ გახსოვდეთ, არ ხართ ამასაკის ხალხი, მაგრამ ისტორია შეგიძლიათ გადახედოთ და ნახოთ იმ პერიოდში, როდესაც დამშვიდდა და აღარავინ დევნიდა ამ პერიოდში, როდესაც აღორძინდა ეკლესია მისი დიდი მეცადინეობით ამ პერიოდში, როდესაც დაუძლურდა და ცუდად იყო უკვე და მოძრაობა აღარ შეეძლო იმ პერიოდში, ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ ნახოთ მისი ცხოვრება და დარწმუნდებით ერთ რამეში, რომ ეს არის ცოცხალი სარწმუნოება. არა ის მხოლოდ რომ ვიტყვი რომ კი როგორ არ მჯერა და მე მეორე წუთში ვიუარებ რომ არა კაცო არ გახსნათ ყარს, არამედ შეთანხმებული წერილთან, სინდისთან, ანუ ღმერთთან ამ შემთხვევაში, რომელიც გელაპარაკება.
ასეთი გახლავთ დღევანდელი ჩვენი დღესასწაული, ასეთი გახლავთ დღევანდელი ჩვენი ეკლესიის ისტორია, ამ ტაძრის ისტორია, რომელიც ჩვენ უნდა გვიცოცხლებდეს რწმენას და რაღაცნაირად აღგვძრავდეს უკეთესობისკენ და გვაიძულებდეს იმას, რომ აგერ თვალწინ მაგალითი გქონდა და ღმერთი ხომ შენ შეგეკითხება კაცო, ამან თუ შეძლო შერატო შეძენო. რა სხვანაირი ადამიანი იყო, არ შიოდა, არ სტკიოდა, რა იმასაც ხო ასეთი გრძნობები ჰქონდა სწორედ. მასაც ზუსტად ისევე როგორც შენ და ამიტომაც შენც უნდა შეძლო, იმიტომ რომ მაგალითი მოცემული გაქვს, ღმერთმა ესეთი მაგალითი დაგიდო წინ. დაგიდო წინ აი ამ სახარებისეული მაგალითი, რაც ჩვენ ახლა მართაზე წავიკითხეთ, რომ ამ წუთში კი სწამს, მაგრამ მეორე წუთში აგერ. ამიტომაც ყოველთვის უნდა გქონდეს შენს გონებაში, როდესაც რაღაცა ნაბიჯს დგავ, რაღაცა გასაკეთებელი გაქვს, რაღაცა არის შენს ცხოვრებაში გადასაწყვეტი, არის თუ არა ეს შეთანხმებული ეკლესიის ხმასთან, ამ შემთხვევაში წმინდა წერილთან და წმინდა გარდამოცემებთან და საკუთარ სინდისთან. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ქრისტე ღმერთთან. მრავალს დაესწრათ.